წავედი ბიჭები, აბა. კარგად, კაი იყო. სალმებით მეგობრებო, მედლე კარგად ისმის ჩემი ხმა. ეხლა ბრუნდები დიდგორიდან სახლში. დილის რაიდი მოვაწყეთ ბიჭებმა, და კურდიმ და კურდილამ და როგორც ვისაც მოტოციკლეტი ყავს და გართობა გინდათ. ნაკლები მოძრაობა იყოს მანქანების, კარგი ბუნება, კარგი გზა. თბილისის გარშემო დიდგორზე კარგი გზა ჯერჯერობით ვეშად ვერ ვნახე. არა, საოცარი გზაა რა. უბრალოდ აიქნება თუ დიდი წამოყვათ ან საღამოთი. ორი ძალიან ცხება მერე. კარგად ვისი ამოვნე მოკლედ. ლამაზესი გზა და ბუნება. ხო, ახლა წინა ვიდეო რაც სადაც გაწყდა მოკლედ როგორ დაიწყო ჩემი მოტოციკლეტთან დაძმაკაცება. მაგას გავაგრძელებ. მოკლედ პირველი იყო მოპედი, ჰონდა ნავი. სადღაც 1 წელი ვიარე მაგ ჰონდა ნავით და მერე შევიძინე იმ დროისთვის არც თუ ის სახელი გათმული CF Moto. ბევრმა დღეს შეიძლება იცოდეთ როგორია CF Moto და რანაირი ბაიკია. ცოტა დროშიც უკვე გამოიცადა. მაგრამ მაშინ არავინ არ იცოდა. გავრისკე მოკლედ ახალი მოტოციკლეტი ვიყიდე. ეს პარკები მოგავაცალე მოკლედ. და ყველას გისურვებთ მსგავს გრძნობას, რა კოპატიდან კი არ გამოიწეროთ მოტოციკლეტები, არამედ მაღაზიიდან გამოიყვანოთ და პირველი გარბენი თქვენ გაატაროთ. გასახმარისება, ასე ვთქვათ. სადღაც წელიწად ნახევარი ყავდა CF Moto და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. CF Moto NK 250 მყავდა მე. ძალიან ლამაზი მოტოციკლეტი იყო. ქალაქისთვის იდეალური იყო. მან ველოსიპედით მოძრაობდა, მოქმილი, ცხარტი. მე მაგალითად ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ რამე მარიმუშავა, რამე გამიფუჭდა, ძალიან კარგად მიმსახურა. ძალიან კარგი მოტოციკლეტი იყო. და წელიწად ნახევრის მერე გავყიდე მოტოციკლეტი. მეგონი მანქანა უნდა მეყიდა. შესაკრავი რა. მეგონი მანქანა უნდა მეყიდა და ფული მაკლებოდა. ამის გამო გავყიდე. თან სეზონი აღარ იყო, რაღაც დავდიოდი, ძალიან ციოდა უკვე და იყო ჩემი ასეთ პირველი სრულფასოვანი მოტოციკლეტი 250-იანი. და მაგის შემდეგ იყო ესეთი რაღაც, რომ სეზონი უკვე იწყებოდა, ახალმახსოვს თებერვალი იყო. რაღაც ესეთი გაზაფხული იყო მე მგონი როგორც მახსოვს რა და ჩემმა დეიდაშვილმა გიგან და ჩემმა მეუღლემ ერთდროულად ჩამიგდეს აი ამ მოტოციკლეტის ფოტოები, ნახე რა ლამაზიაო. ეს კონკრეტული მოდელი არის Suzuki US 800 ინტროდერი, ეს 83 8 კუბური სანტიმეტრით. და რაღაც მომეწონა და თან ღირდა საკმაოდ იაფი $2400 მივეცი მეგონი, ან 2300. ფოტოებში ხა არ იყოფოდა ამას რა ჭირდა, როგორ ჭირდა, სანახავად წავედით სადღაც
გურჯაანისკენ და მაშინ ხო გამოცდილებაც არ მქონდა და მოკლედ ვიყიდე ეს მოტოციკლეტი და ჩემი მიდგომა იყო შემდეგში რა ვთქვი კრუიზერს არასოდეს არ მქონია ინტერესი და მოდი ვცდი რა არ მომეწონება და უბრალოდ დავხედე როგორც არის და ძალიან მომეწონა საკმაოდ ბევრი რაღაც გამოკეთე თან ბევრი ხარვეზი ქონდა 2003 წლიანი მოდელია ეხლა ეს და წანაქცევიც იყო რაღაცეები ქონდა სიცოცხლე მოკლედ და ეხლა აღარ მივყვები მის ჩამოთვლას თუ რამდენი რაღაც გავუკეთე ფაქტიურად ახალი გახდა ეს მოტოციკლები გავუბრუნე ქარხნის მდგომარეობას და ძალიან სიამოვნებდა და ამისი ტარება გაზის შეწოდებული რესპონსი როგორც გასმოუწევთ როგორც რაღაც ელექტროდები არ აქვს არაფერი არც ABS-ი არ აქვს არაფერი არ აქვს მოკლედ ხარ მხოლოდ შენ და მოტოციკლეტი მეტი არაფერი და შემდეგ კიდე შევიძინე Suzuki GSX-S 750 2023 წლის მოდელი 750 კუბური სანტიმეტრი ხონდა, ანუ street ტიპი იყო. ძალიან კარგი მდგომარეობაში იყო, ფაქტიურად ახალი იყო და ყავდა ესე ორივე. ვისაც თვითონ მინდოდა დაბრუნება. საკმაოდ ხშირად იყო ისეთი შემთხვევა, რომ ეს დროს ჯერ ერთი ვკატავდი, მეორეთი ის საკმაოდ სწრაფი ბაიკი იყო, 4 ცილინდრი, ფაქტიურად სპორტული ხასიათის. ხმა ჰქონდა გასაოცარი, ძალიან მაგარი ხმა ჰქონდა. ცილინდრი ეროს ბაკუჩი ქონდა და მოკლედ ძალიან კარგი მოტოციკლეტი იყო, უსწრაფესი, უგემრიელესი, მაგრამ ყველას ვატყობდი ჩემ თავს, რომ რატომღაც უფრო კრუიზერის ტარება უფრო რაღაც ხონალ ემოციებს მანიჭებდა, ვიდრე ნახევარ სპორტ ბაიკის, ნახევარ სტრიტ ბაიკის. იმას როცა ვატარებდი ხოლმე ანუ სულ ხულიგნობას ითხოვდა, მოკლედ არ უნდა ჩაგეჭირა ძრავი მაღალ ბრუნებზე რომ ძალა გქონოდა სულ მაღალ ბრუნებზე უნდა დაგეჭირა მოკლედ ძრავი და რავი ვერ დავიმუღამ ეს სიმართლე რომ გითხრათ ანუ უფრო მეჩვენა ეს დაბალი ბრუნები, დაბალ ბრუნში თორქი და ამისი 2 ცილინდრის გუგუნი. ხოდა ისე მოხდა, რომ ის ახალი ბაიკი გავყიდე და დავიტოვე ეს. რაღაც ალბათ ყველა სტილის მოტოციკლეტი უნდა ცადდეს ადამიანმა, მე ხა ბევრიც არ ვიცდია, მაქსიმუმ ვიტარებია. მეიქ ტიპები ძალიან საკმაოდ ბევრი ბაიკი. სპორტის ინტერესი საერთოდ მქონია არასოდეს რატომღაც არც მეგობრებსაც რამდენიმეღაც ყავდა ადრე და აი ინტერესთან მქონდა რომ გამეტარებინა მაგრამ ეს იმას აღნიშნავს რომ არ მომწონს ის ხას რო ყავს ძალიან მომწონს ძალიან ლამაზია ხაც გაქვს და ერთი ხმაც მაგარი აქვს მაგრამ მე ვერ ყავით პრობლემები და ასე რომ შემომრჩა კრუიზერი ძალიან ჩემს სტილში ზის კომფორტული გზის პოზიცია გაქვს ძრავს ბოლომდე არ წურავ საკმაოდ მეტი თორქი გაქვს რაღაც ხულიგნებების სასაკიც აღარ გაქვს ჩემს მეგობრებს ძირითადად სტრიტები ყავთ
მათთან ერთად რაიცი ჩვეულებრივ დავდივარ. საკმაოდ კარგად ჩქარდება. ყველა პირველად აკმაყოფილებს და ყველაზე მთავარი არის რა მარტივი. ეს მოდელი არის კარბურატორზე, ორი კარბურატორი აქვს თითო ცილინდრზე თითო. და უმარტივესი ბაიკია მოკლედ თან თითქმის ნულიდან ყავს გადაწყობილი, ან დაშლილი და დასერვისებული და ყველა ჭანჭიტი ვიცი როგორ არის მოჭერილი. რა სერვისები მაქვს გატარებული და რაღაც ძალიან ოჯახის წევრებიც მივიღე ეს მოტოციკლეტი. და სადღაც უკვე მიგროვდება. ექვსი წელი ან 7 წელი რაც მოტოციკლეტზე დავდივარ მოკლედ რა. Short drive-ი, არის ქართულად როგორ უნდა თქვა, კარდანზე ამოკლეთ ძრავი მიგმული უკანასახურავს კარდანით. აჭირდება ყოველი მეორე რაიდის მერე ჯაჭვის შეზეცვა და არის ასე თქვა ძველი ჩაკუჩი. არის რაღაც ამბოლო დროს ბოლო ალბათ 2 წელი იქნება საერთოდ აღარ მეჩქარება არსებობისას მოტოციკლს ვატარებ 90-100-100-ით დავდივარ სუძირითადად და ძალიან ვთქვი ყოველი მართვისას, რაიდისას მაქსიმალური სიამოვნება მივიღო არა რაღაც ადრენალინით არამედ აი ესე გზაზე სიარულით ცივი დინამის ბამპერების და ორი ცილინდრის მიგმულით ვარიც მოტოციკლეტის სიამოვნებაა ჩემი აზრით და მოტოციკლის მართვა და მეორე სიამოვნება ალბათ ისაა რომ შენი სტილის მოტოციკლეტი იპოვო რა. აუ ძალიან იმწოს კრუიზერი და ეხლა შემდეგ მოტოციკლეტიც კრუიზერი იქნება რომელიც მეყოლება ამის შემდეგ უკვე გზაშია მოწერილია თუ ნაყიდი ჰყავს. ეს მოტოციკლეტია Suzuki VS800 ანუ იქნებ მოდელია რაღაც VS800 არა ბოდიშით VS1400 კუბური სანტიმეტრია. უჭერს სამი ხო არ უჭერს. რამე ხო არ გიჭერს? მოკლედ გზაშია და სულ მოუხმეათ ველოდები 1000 პლუს კუბატურაზე გადასვლას მაგრამ მაინტერესებს რა შეგრძნებები იქნება. არასდროს არ მიტარებია მსგავსი კუბატურის მოტოციკლეტი და მოდი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. უბრალოდ როგორც ვიცი მოტოციკლს აქვს 114 ნიუტონ-მეტრი თორქი მაგრამ ცხენები ბევრი არაფერი სულ 60 ცხენი აქვს. არ სჭირდებოდა ცხენების სიმართლეებით და top speed-ი სადღაც 170-180, მაგრამ რავი კრუიზერით 170-180 ვარო რავი ძალიან უსიამოვნო შეგრძნებები და გეუფლებათ გამიჯერეთ თუ რა თქმა უნდა. ახლა რა შეხვდა ჰარლიმ ასეთით არ მიდიხარ ალბათ არ ვიცი ალბათ მან ქარისი აღარ შეგაწუხებს როგორც მსგავსი ტიპის მოტოციკლებზე
ნახოთ რა განევა სულ მოთხოვოთ ველოდები როდის ჩამოვა ახალი მოტოციკლები და მაგასაც გადავიდე ყველაზე უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთი ძაღლების მერე მოტოციკლეტის მართვისას არის როდესაც ახალი გარეთკილი ყავს მოტოციკლეტი და გამოსული ახალ საკატაოდ და გზაზე რაღაცა გულდე შეგხვდებათ, რომელსაც გზობთ ვეღარ უხსეთ და რაღაც წყალი გადადის გზაზე. საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა ერთი გავლით ისევ კრიმინალებს დასარეცხი ხდება მოტოციკლეტი. არ ვიცი ხა რამდენად კარგად ისმის ეს ყველაფერი არა ძალიან კარგია ესე ჰარლი დევიდსონის მუღამიც მაქვს ძალიან კულტურული ბაიკებია თავისი ხმით იმედია მაგათაც გავუსინჯა მერე გემოს როგორც ძალიან ბევრად მაღალი ვიბრაციულია ვიდრე იაპონური მოტოციკლეტები მაგრამ აი თვითონ ეს განგნობინებს რომ რაღაცაზე ზიხარ მექანიკურ ცხენზე რავი დღესდღეობით ბაიკები რაც გამოდის ისე იმდენად არის გაწენილი ელექტრონიკით რომ ნაკლები ჩართულობა გიწევს მართვისას უფრო მაგრამ როდესაც აი ეს გავს ტიპის ბაიკს ატარებ უფრო დაფიქრებული ხარ არ გაქვს ტრექშენი არ გაქვს ABS-ი დასასთან მხოლოდ შენ და მოტოციკლეტი ხარ და აქვს მაგასაც მუღამი ბევრად ყურადღებით უნდა ატარებ თანამედროვე მოტოციკლეტები მაინც ასე თუ ისე ბევრ შექმნას პატიობს ელექტრონიკის ხარჯზე ყველაფერს აქვს თავისი პლუს მინუსი მაგრამ რავი მუღამი უნდა რა ყველაფერს დაამუღამი ზოგი მაგალითად ხა მასაკის მოტოციკლეტს ძალიან მოძველებულად თვლის შეიძლება დასცნოს კიდე ადამიანს აი როგორი ხირო და ასე შემდეგ მაგრამ რატომღაც ამბობ დროს დაამოწოს ეს ძველი ნამდვილი ჩაკუჩი ბაიკები ძინეები და უკნეები ყველაფერს თავის პლუს მინუსი აქვს საშუალო სიჩქარე ხომ მეტი გაწევდება და მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ ამ მოტოციკლებს დაწუნებული ვარ